ამინ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. ამინ. ღმერთმა დააგულოცოთ, გააკურთხო და დიდი მოწამე გიორგის ლოსაკურთხება შეგეციოთ. დღევანდელ დღეს ხსენებული წმინდანები მეორე საუკუნეში მარკუს ავრელიუსის პერიოდში ეწამნენ. ეს დაახლოებით არის პერიოდი 161-180 წლები, მეორე საუკუნე. წმინდა მოწამე ლეონილა, რომელიც იყო ბებია სპევსიფესი, ელივსიფესი და მელევსიფესი. თვითონ ლეონილა ასაკში მოინათლა, ნათელს იღებს, ანუ ჭეშმარიტ ღმერთს ცოტა მოგვიანებით გაეცნობა, ესე რომ ვთქვათ, და ნათელს იღებს თვითონ პოლიკარპე სმირნელის მოწაფისაგან, ერთ-ერთი მოწაფისაგან, მის სახელი არ არის ცნობილი. თვითონ პოლიკარპე სმირნელი იყო იოანე ღვთისმეტყველის მოციქულის, ესე ვთქვათ, მოწაფე და მსმენელი, წარმოიდგინეთ და მისი მოწაფის ხელით მიიღო ბებიამ ნათელი და მისი შვილებიც, წარმართებიც, შვილიშვილები, უბრალოდ წარმართები მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. უხადაგა მათ ჭეშმარიტი ღმერთი და მათო, როგორც წერია შვილიშვილებზე, კერპები შემუსრეს და ახუნა დაღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რის გამოც სამჟავროზე წარადგინეს. და ხდება ესეთი სურათს ვაწყდებით, რომ როდესაც ბებიას თავს დაადებინებენ, რომ თავი უნდა წარკვეთონ, ამ დროს ეუბნებიან, რომ აი ახლა შენ შვილიშვილებს უთხარი, რომ უარყონ ქრისტე და დაუბრუნდნენ კერპ თაყვანისმცემლობას და განადიდონ კერპები და მსხვერპლი შეწირონ კერპს. და ამ დროს ბებია, რომელიც თავი აქვს მოღერებული מחვილისათვის, იმას კი არ ეუბნება, რომ ქრისტე უარყოს, არამედ პირიქით ამხნევებს და აქებს მათ შემართებას და სთხოვს, რომ მტკიცედ იდგნენ ქრისტეს სარწმუნოებაზე და ვერანაირმა מחვილმა, დევნამა, სიკვდილმა ვერ შეძლოს, რომ განუდგნენ ქრისტეს სარწმუნოებას და მართლაც ბოლომდე უარზე დარჩებიან, რომ უარყონ ქრისტე და კერპებს თაყვანისცემ და ამ დროს ჯერ ბებიას აყურებინებენ თავის შვილიშვილების წამებას, ხელებით დაკიდებენო პირველად ჯერ მოწამეებს, ისე ქაჩავნე, რომ ხელები სახსრებიდან უარდებოდათ, ისე ძიმე მდგომარეობაში დააყენეს და შემდგომ ჩამოხსნიან და ცეცხლში დაწვავენ და ბებიას კიდე თავს მოკვეთავენ, მაგრამ ვერანაირად ვერ გაწეხავენ მათ სარწმუნოებას. ამასთან ერთად ეწამება იოვილა, რომელიც იყო კეთილმორწმუნე ქრისტიანი ქალი, რომელსაც ჰყავდა ქმარი და მცირეწლოვანი შვილი, მაგრამ ვერანაირმა ამ ქვეყნიურმა, ესე ვთქვათ, წარმატებამ, პატიმმა და ვიღაცეების სიყვარულმა, მით უმეტესეს თუნდაც ოჯახის წევრები იყო, ვერ დააბყოლა ის, რომ მოწამეობაზე წასულიყო, ჯერ თმებით დაკიდებენ ხეზე და შემდგომ უკვე თავს მოჰკვეთავენ იოვილასაც. და ამის შამწერი არის ნეონი, დღევანდელი ხსენებული კიდე წმინდანი, რომელიც მას ეს რა წამება იხილა, რომ ჩაწერა, ეს გრაგნელი გადასა ტურვონს, რომლის ხსენებაც არის დღევანდელ დღეს და თვითონაც აღიარო, მეც ქრისტიანი ვარ და ეწამა და შემდეგ ტურვონიც აღიარებს, რომ ქრისტიანია და ესე ეწამება ქრისტეს სარწმუნოებისათვის. ესეთი საოცარი მოწამეები იყვნენ და მათი დიდი პატივისცემა იმ პერიოდიდანვე ჰქონდათ ესპანელებს და მრავალი ტაძარი ააგეს ესპანეთში მათ სახელს. როდესაც განსაკუთრებით მართლმადებულ სარწმუნოებას მისდევდნენ და სანამ დიდი განყოფა მოხდებოდა და წარმოიდგინე მთელ ესპანეთში ძალიან მრავალი ტაძარია მათ სახელზე აშენებული. დიდი პატივისცემა და სიყვარული აქვთ ამ წმინდანებისადმი. შეგვეციოს მათი ლოცვა კურთხევა, გაგვაძლიეროს, ხნეობა მოგვცეს, შემართება მოგვცეს, როგორც სულიერი ისევე ხორციელი, თითოეული ადამიანი ვართ ცოდვებისაკენ მიდრეკილნი. თითოეულ ადამიანს ალალათ რო ვთქვათ, ცოდვა უფრო გვიყვარს, ვიდრე ღვთისმცემლების შესრულება და თან მით უმეტეს ჩვენი ბუნება დაზიანებულია. ანუ ეს საკუთარი ნება იმისა, რომ ღვთის გზაზე ვიაროთ, ეს აგვაქვს დაზიანებული. პავლე მოციქულიც ამბობს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში, რომ ვიცი რა არის კეთილი, ვიცი რა არის ბოროტი, მაგრამ ვაკეთებ იმას, რაც არის სუდიო. ეს ნიშნავს წარმოიდგინეთ დაზიანებული ბუნება გვაქვს. ანუ ნებელობა გვაქვს დაზიანებული და ვიცით, როცა არჩევანი საშუალება გვაქვს, რატომღაც მაინც სუდისკენ მივიდრიკებით ხოლმე. და მთელი ცხოვრება, ჩვენი მოღვაწეობა უნდა
ეძღვნებოდეს აი ნებელობის განკურნებას. აი, როდესაც ადამი დაუცემელი იყო, მას გული უთქვამდა ღვთისადმი, ღვთისმსახურებისადმი და ყველანაირად ღვთისაკენ ჰქონდა სწორება, მაგრამ როცა დაეცა, ხო ღვთისაკენ არა, ღმერთს ემალებოდა უკვე. ანუ დაზიანდა ნებელობა. მთელი ცხოვრება ესა გვაქვს საზრუნავი, რომ ეს ნებელობა განიკურნოს და აი, როდესაც მომინდება, რომ დაუდგე ღმერთს ვესაუბრო, რამე მიზეზმა არ გადამწიოს გვერდზე რაღაც საყოფაცხოვრებო საქმემ, ტელევიზორმა, კომპიუტერმა, ქსელებმა, რაღაცნა არ მიმიზიდოს და პირიქით, აი მომინდა რომ ვილოცო, დაუდგე, განმარტოვდე, ვილოცო, შევღაღადო უფალს, ვიკითხო წმინდა წერილი. აი ჩვენ საზოგადოების ძალიან დიდი პრობლემაა, რომ მორწმუნე ადამიანები არ ვკითხულობთ ძველ და ახალ აღთქმას. საერთოდ არ ვკითხულობთ, სამწუხაროა ძალიან და ანუ ეს ყველაფერი რომ გამოვისწოროთ. თან ამასთან ერთად ბევრ ადამიანს რაღაც თითქოს ხელი აქვს ჩაქნეული იმაზე, რომ ღმერთი შეეწევა, არ შეეწევა, აცხონებს, არ აცხონებს. ზოგი იმდენად იმედიანად არის, რომ რაც გინდა ცუდი გააკეთოს, ღმერთი მაცხონებს. მეორე მომენტია, აი ჩემ ცხოვრებას აზრი არ აქვს, ისეთ ცოდვებში ვარ, ხშირად გაგვიგია, ან რაღაცა იქნება ძლიო ჯერ ცოდვებს და მერე დავდგე ეკლესიის წიაღში, ესეთი პასუხებიც მოგვისმენია, მაგრამ ეს ორივე შეხედულება არის არასწორი. ერთი ესეთი შემთხვევა, ნახეთ, როგორ არტოვებს ღვთის მადლი ადამიანს. ღმერთს როგორ უყვარს ადამიანი, რომ ყველას გადარჩენა და ცხონება უნდა. აი დღე ახლა მოგიყვებით ერთ ამბავს, რომელიც ერთ-ერთ ბერს შეემთხვა ეგვიპტეში მოღვაწე ბერი, როდესაც ქალაქში რაღაც საქმეებზე ჩადის მონასტრიდან, მასში აღიძრება ბილწივნება და ერთ-ერთ მომხიბლა ასულს რო დაინახავს, ისე მოეწონება, ბერია, ბერული აღთქმები აქვს დადებული. ისე მოეწონება, რომ მივა მამამისთან და სთხოვს, რომ მიათხოვოს, წარმოიდგინეთ მისი შვილი. როგორ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს მამა არის კერპების ქურუმი. წარმოიდგინე, კერპთაყვანისმცემელია და მით უმეტეს იერარქიით ქურუმი, მაღალ კასტას წარმოადგენს, მსახური კერპების. და ესევე ვერ მივიღებო გადაწყვეტილებას. მე თუ კერპებს არ დავეკითხება და მივა და მართლაც დაეკითხება. კერპებს აკერპო შევა და კერპებიდან ეშმაკი მიუგებს, რა თქმა უნდა, რომ არ ღირს, რომ მას მიათხოვოს, თუ ისო უარყოფს ღმერთს, ნათლისღების მათსა და თავის ბერ მონაზვნურ აღთქმებსო, აი ამ შემთხვევაშიო მიათხოვეო. წამოვიდა და დათანხმდა ეს ბერი. ამბობს ამას, რომ ღმერთსაც უარყოფ და არაფერი არ მინდა, უყუმთ, წარმოიდგინე როგორ ძიმე მდგომარეობაში ოღონდ, მიათხოვოს თავისი ასული. კი ბატონო, მაგრამ კიდე წავიდა და რომ გადასცეს კერპებს, რომ აი თანახმა არის. თანახმა ის ბერი, რომ ყველაფერი უარყოს ქორწინებისთვის. და ეტყვის იქიდან დაბუდებულ კერპებში დაბუდებულ ეშმაკი, რომ არ მიათხოვ მაინცო, იმიტომ რომ ღმერთი მფარველობს მასო, მას, მაინცო. ესეთ პასუხს მივა დაუბრუნებს და ბერი რო ამას გაიგებს. მიუხედავა თავისი ღმერთის ზურგის შექცევისა, ღალატისა, უარყოფისა, მოისმენს სიტყვებს, რომ ღმერთი მფარველობს მაინც მასო. და წარმოიდგინე, როგორ შეძრავს ეს სიტყვები და ღვთის წინაშე დაემხობა. ჩავარდება სინანულში, მიუხედავად ჩემი ამ მდგომარეობისა, როგორ მოვეკეციო ღმერთსო და მაინცო ღმერთი არ მტოვებსო და ეხლა კი ნამდვილად ვერანაირ ზურგს ვერ ვაქცევ და წავა ისე შევა ერთ-ერთ უდაბნოში, სადაც ერთი გამოცდილი მოღვაწე მამა მოღვაწეობდა, ეტყვის თავის აღსარებას, თავის გულს, სულს და ის მამა იქ დატოვებს სინანულისთვის და მოღვაწეობისათვის მრავალი წელი და ესე განლევს თავის ცხოვრებას და ამით უნდა გულისხმოვყოთ აი ეს რაც ვახსენეთ, ღვთის უსაზრო სიყვარული და მოწყალება ადამიანისადმი, როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი. ჩვენ აი თუნდაც ის მომენტ შევხედოთ, აი განკაცების საიდუმლოს, ღმერთის განკაცების საიდუმლოს. როდესაც ჩვენ მტრები ვიყავითო ღმერთის, ამ დროს მოვიდა ღმერთი ჩვენთან, ადამიანად თავი დაიმდაბლა და ხორცი შეისხაო და ჩვენ რო წარმოიდგინეთ ერთი და ორი ნაბიჯი გადავდგათ ღვთისადმი, ამ დროს რამხელა მადლი და წყალობა იქნება ღვთისა ადამიანებისადმი. წარმოიდგინეთ, ვემტერებოდით, გაურბოდით, ვდევნიდით და ღმერთი მოდის ჩვენთან. ჩვენ რო ნაბიჯები გადავდგათ და ყველაზე მთავარი ცხონება, გადარჩენა,
გადის როგორც მამები ამბობენ სინანულზე. სინანულის იქით ძნელია გადარჩენა და ყველა ცოდვა ღვთის უსაზრო გულმოწყალებაში დაინთქმება. Როგორცო კენჭი დიდ ოკეანეში აღარ გამოჩნდება და საერთოდ მიეფარება, ისევე არის ჩვენი ცოდვები ღვთის დიდ მოწყალებასთან მიმართებით. Როგორც ღვთის მოწყალება შედარებულია დიდ ოკეანეს, ზღვებს და ჩვენი ცოდვები კენჭს, რომელიც ამ წყალში დაინთქნება და გაქრება ოღონდ ისევ და ისევ, აი მამებს დავესესხები, რომ ადამიანზეა დამოკიდებული. ისევ ჩვენზეა დამოკიდებული, გვინდა ცხონება თუ არ გვინდა ცხონება. ეს აი ჩვენ ნაბიჯებზე, ჩვენ სინანულზე, ჩვენ მოღვაწეობაზე და აი საკუთარ თავში დათრგუნვად ბოროტი მიდრეკილებებისა და ჩვეულებებისა. ერთია რომ ვართ სუსტები და გვიზიდავს ცოდვა, მაგრამ მეორეა ვებრძვით თუ არა, ვცდილობთ თუ არა, რომ ჩვენში ეს დაცემული კაცი გამკუნოთ და ფეხზე დავაყენოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგაძლევთ. მოგმადლოს ღმერთმა ძალა სინანულისა და სულიერი მოღვაწეობისა. ჩვენთან არის ღმერთი.